ჩვენ რო ვდგებით ლოკაციაზე 180 მანქანა ოჯახი 180 ოჯახი დაპარკინგებული დგას და მივყვებით რიგს. 58-ზე ან 78-ზე რომ მივედით უკვე ფურგონი იცლება 20 წუთში და მათ შეკვეთებს ვიღებ და ესე ეტაპობრივად მივდივართ 6 თვეა წარმოიდგინე. ანუ რადონის სურვილია რომ ადგილობრივს აკლია ჯანსაღი და მით უმეტეს მისაღებ ფასად, ხო? გინდა თუ არა ხალხი ერთიანია. აი როგორც არ უნდა იყოს ხალხი ხო უკვე ანუ მორალურად ანუ მენტალურად მუშაობს რომ იცი რა არის აი ეხლა გუშინ ხალმა მითხრა რომ თქვენ პამიდორის შემდეგ მე პამიდორს გამორიცხულია ვეღარ შევჭამ და ვიყიდე და თევზი სუნი ქონდა და გადავყარი ანუ ნახე უკვე საზოგადოებაში მენტალური ეს თემა უკვე მოითელა ხო მეთანხმებით ანუ ის რომ ჯანსაღი ჭამოს და თან იცის ლოკაცია სადაც ის ერთლარად მიიღებს ანუ თქვენი აზრით თუნდაც აი ეხლა რო ივნისიდან გავხსნით სეზონს თქვენი აზრით მოსახლეობას აწავა ყველა შემთხვევაში ხო ერთლარიან პროდუქტთან. გინდა თუ არა მიმართულება უკვე ხალხს აქვს სად მივიდეს. ოღონდ ეს მიმართულება ხვალ უნდა წავიდეს იმ გოგასთან, გოგრასთან, მსხალთან, საზამთროსთან და ყურძენთან მირანდასთან. და ესენი რო გაიშლება, ავტომატურად იკრება წრე, რომელიც ჩვენ ავტომატურად ვცილდებით ბიზნესს. ანუ ჩვენ მათთან ომში არ შევდივართ და რომ შევიდეთ, წავაგებთ, იმიტომ რომ მთელი პარლამენტი ეგ არის და საკანონმდებლო ყველანი ეგ არიან, მთელი ქვეყანა ეგ არის, ჩვენ ხალხთან ერთად რეალურად ვქმნით სივრცეს, სადაც ჩვენ ვიქნებით კარგად.